საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ობამა ეკითხება მიშას, მიშა აპირებ წელს გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასო და მაღალი პასუხობს კი, რა თქმა უნდა, არჩევნების ჩატარებას ვაპირებო. ობამა ეკითხება მიშას, შეგიძლია კორუფცია ამერიკაშიც დაამარცხო და მიშა კიდე პასუხობს, როგორ არა, კაცო, ფული მომეცი და დავამარცხიფო. საღამოშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლა. შეხვდა როგორც იქნა შეხვდა. ის სოვალურ კაბინეტში მე-14 კაცად შევიდა. დღეს ალბათ გამოდმებით ამ კადრებს უყურებდით და ალბათ ცოტა მოგბეზდათ კიდეც, მაგრამ მოკლედ მე ამ შეხვედრის ჩემებურ, გამარტივებულ ვერსიას შემოგთავაზებ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მე ყოველთვის ვიცოდი რომ შენ დემოკრატი კაცი იყავი. ბოდიში ხომ შეიძლება შენობით რომ გელაპარაკოთ. მადლობა რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოაყალიბე. მადლობა რომ ჯარები დამახმარე ავღანეთში. შენ გადაარჩინე კავკასიური დემოკრატია. და საერთოდ დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში შენ. შენ ხარ ვენახი. შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვათ მე სატანისა. შენ ხპოვე კრიზისში მყოფი ჰოლივუდური კინემატოგრაფია და გადაარჩინე. შენ დაგვარწმუნე რომ ენდი გარსიას კომედიური როლებიც კარგად გამოსდის. შენ დაგვარწმუნე რომ ჯორჯ ვაშინგტონი გიჟი იყო, ორი ვადის მერე ხელისუფლება რომ დათმო და წავიდა. დიახ, ან გიჟი იყო, ან უბრალოდ თენგიზ შარმანაშვილი არ ყავდა, მისთვის ახალი კონსტიტუცია რომ დაეწერა და სამუდამოდ დარჩენილიყო ხელისუფლებაში. მაგრამ შემო უსაყვარლესო და სულზე უთქვესო. სირცხვილია, ხალხი გვიყურებს, ვინ ძლო პუტინი არ გავაცინოთ. მოკლედ ძალიან კი მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ახლა სანამ სამამდე დავითვლი ადგები, ძალაუფლებას დათმობ და წახვალ. 1 2 3 მაგრამ ჩემი მაღალი რის მაღალია ახლა ასე მორჩილად რომ შეგვეებოდა ბედს. შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონში ბუჩქის ზირას თავს იწონებდა ნაზი მაღალი და აი რას გვეუბნებოდა. ბეწვზე გადავრჩი. არა, სწორად მოვიქეცი ამგვარ რთული ენის მქონე ქვეყანას რომ დაუმეგობრდი. დაჯეკით ახლა და გამოიცანით ზუსტად როგორი თარგმნება formal transition-ი. 1-20 წელი მაგას კი მოუნდებით და მერე რაღაცას მოვიფიქრებ. ან რატომ მერე? ახლავე მოვიფიქრე. მაგას სწორად რომ თარგმნით, მერე გამოგიცხადებთ რომ ჩინეთი და მხოლოდ ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. წავალ მერე და ჩინეთის ბელადს ჩამოუჯდები. დადეკით მერე და ურტყით თავები ჩინური ენის გრამატიკას. იქ ფორმალურსაც ნიშნავს, ოფიციალურსაც, ხალხურსაც და უბრალოდ კატის სვალებასაც. დადეკით მერე და არ გვიეთ ეს ჩინელი კაცი მლოცავს, მაგინებს თუ მწყევლის. მოკლედ ეს იყო ორი მაღალის ჩემებური მოდელირებული სიუჟეტი. გუშინდელმა შეხვედრამ ნათლად აჩვენა, რომ ჩვენს ნაციონალურ ტელევიზიებში მოფუსფუსე ადამიანები საოცარი სისწრაფით ხვეწენ მოდელირების ხელოვნებას. აქამდე თუ ჟურნალისტები გამოირჩეოდნენ, გუშინ უკვე თარჯიმნებმაც გაილაგეს და ყველამ ისე თარგმნა, როგორც მის საბანკო ანგარიშს აწვობდა. რუსთავი 2 ჩვენ მოველით რომ იქნება ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მე ნამდვილად მოხდება საქართველოში ჩვენ გამვიხილეთ ის როგორ შეგვიძლია ჩვენ გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა ჩვენ ორ ქვეყანას შორის. რუსთავი რომ უფლება ჰქონოდა, გააგრძელებდა ასე. ჩვენ მოველით რომ იქნება ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მე ნამდვილად მოხდება ეს საქართველოს. იმედი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩემი პატივისცემა თქვენს მიერ უკვე შესრულებული სამუშაოს მიმართ და გამოვთქვა იმედი, რომ გაიმართება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება, რაც ვფიქრობ კიდევ უფრო განამტკიცებს უკვე განხორციელებულ რეფორმებს. იმედს რომ უფლება ჰქონოდა თარგმნიდა ასე. ხელისუფლების გადაცემა ისე გააკეთე, ხელოვნურად. აიღე და ბაქრაძეს მიეცი, ან ტანაც, ან ვინმე ეგეთ დაბალს. ან გამოვთავოთ მე და შენ ერთი მარიონეტი კაცი, ერთი თოკი შენ დაიკავე, ერთს მე დავიჭერ და ვაქანაოთ. ვითომ ის მართავს? ოღონდ შენ ნუწახვა, ოღონდ შენ დარჩი, ოღონდ შენი გრძნეული სული მართავდეს მაგ ტურფა ქვეყანას და დემოკრატიის დედაცვატირე და ჟან-ჟაკ რუსოს იდეებსაც გავკარი. მიშა მიყვარხარ, მჭირდები. და ბოლოს მიშა ეს სიმღერა
შენ მინდა მოგიწყრა. შენ თუ არ მეყოლები სულ თქვა გამიჯირდენ მე სიცოცხლე შენთან ერთად ჯირდება მოკლედ ვაღიარებ რომ საქართველოს ნამდვილად ნომერ პირველი ქვეყანაა ოღონდ მოდელირებაში. დიახ, ამ შეხვედრის მერე 2008 წლის ეგზიტ პოლების ცნობილმა მოდელატორმა თემურ იაკობაშვილმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავისი უბადლო ნიჭის შესახებ და ასეთი მოდელირებული დასკვნა შემოგთავაზა. ხაზი გაესვა მომავალი არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების აუცილებლობას, რომელზეც რა თქმა უნდა ორივე მხარეს აქვს ერთანაირი მოსაზრება, რომ ეს არჩევნები იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. აი თურმე რაში ყოფილა საქმე კაცო. ზურბასტელი მაყურებლებო, ერთნაირი მოლოდინი ქონია ობამას და მაღალს. ანუ ობამა ელოდება რომ საქართველოში არჩევნებამდე ყოველდღე ვნახავთ როგორ იხსენებენ ნაციონალური არხები ნოდარ ჯავახიშვილის მაქინაციურ სოკოს ბიზნესს. ბარაკი აღფრთოვანებული იმით რომ ეროსი კიცმარიშვილი დამოუკიდებელი ტელევიზიის ეზოში გადმოწვრა და ხვალ სხვა ტელევიზიის ღობეზე აცოცებულს თუ დაინახავს მივა და მიაწვება კიდეც. ობამას სურვილია რომ პრესის ჯიხურები ჯერ მიწისქვეშა გადასასვლელებში მერე ქვესკნელში ჩავიდნენ. ყველა იმ ქართველს ვინც გაზეთს არ წაიკითხავს და დახევს ბარაკი დააჯილდოებს ღირსების ორდენით და წაიყვანს ნაჩებში. და ბოლოს ეს ამბავი მინდა დავასრულო სენსაციური ინფორმაციით. ბარაკს თურმე ძალიან მოსწონს ჩვენი დარბევის ყურება. ხო, რო უყურებს რა. და ამიტომ მოითხოვს ხელისუფლების ფორმალურად გადაცემას. ფორმალურად. ახლა აბების ეთერში რეკლამეცინის მიღების დრო. რეკლამეცინი ჩვენს ეთერში. ინგლისური ენის დიდმა მოჭირნახულე მაღალ ჭავჭავაძემ გამოსცა ინგლისური ენის ახალი გრამატიკა და ხმარებიდან ამოიღო ისეთი ყალგასული და დრომოჯმული სიტყვები როგორებიცაა გადადგომა, ხელისუფლებიდან წასვლა, სკამის დათმობა და სხვა, ხოლო სიტყვები მიხეილ და სიკეთე გამოაცხადა სინონიმებად. მაღალო, თუ ინგლისურს არ გვიშლი, თარგმანს ნუღარ დაგვიშლი, მარტო შენი ცქერა რა გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ბარაკ ობამა დაახლოებით 45 წლის წინ გამოვიდა, გუშინ ქართულმა ტელევიზიებმა მაინც გამოუშვეს ახალი და გაუმჯობესებული ბარაკ ობამა. ახალი ბარაკი თან პრეზიდენტია და თან სათამაშო აპარატი. თქვენ ბარაკში ყრით ხურდებს და ისიც ამბობს იმას, რაც თქვენ გაგისწორდებათ. ჩააგდეთ ბარაკში 50 თეთრიანი და დაალოცინეთ თქვენი სამარადისო მმართველობა. ან ჩააგდეთ ლარიანი და დედმამიშვილების სადღერძელო დაალევინეთ კახური აქცენტით. ახალი ობამა, Made in Imedi TV. სიტყვის თავისუფლება ნამდვილად არსებობს ამ ქვეყანაში, მაგრამ უფრო მეტად სისულელეების თქმის თავისუფლება არის მაღალ დონეზე აყვანილი. ესეც რომ არ კონდეს ახლა რაღა გვეშველებოდა კაც. ეს არის აბსოლუტური სიმართლე. მე შემიძლია იმ სტატიაში მოყვანილ ფაქტებს ძალიან სერიოზულად შევეკამათო და დაწყებული იქიდან რომ საქართველოში თუ ერთ მოსახლეზე ჩვენ მეოთხე ადგილზე ვყოფილვართ თურმე რა ქვია პატიმრების რაოდენობით და ეს არის დემოკრატიისთვის საშინელება. მაგ სტანდარტით ამერიკა არის საშინელი დიქტატურა, იმიტომ რომ ამერიკელი პირველ ადგილზე არიან მსოფლიოში. ყოჩაღ ბატონო თემურ, ყოჩაღ. ზუსტად ასე უნდა უპასუხოთ ხოლმე კრიტიკოსებს. ანუ თქვენ ამერიკაში არ იცით რა ხდება თორემ რომ იცოდეთ ახლა ამას აღარ გვეტყოდითო, ხო? აი თომას დევაალი დარწმუნებული ვარ, რაზე არ არის ამერიკის საპრობილეების საკითხის შესახებ და საერთოდაც რუსეთის აგენტია ეგ, კი? გაზპრომის პროექტი გაც. პუტინის ექსპერტი თორემ ახლა რაღა ჩვენ მოგვახდა მაშინ. დაწერე რა ამერიკის შეერთებულ შტატებში შედალოსვილო ეს კრიტიკული დასკვნები. ან თუ მეოთხეზე ვართ ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხომ არის კიდევ ორი სახელმწიფო ხო აი მანზე დაწერე რაღაც წადი გაგვეშვი და აწყობილ ქვეყანაზე რატო გვიიგრევ კაც აგერ ბატონი თემური მშვენიერად არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად წავლინებული და სისულელეებს ლაპარაკობს მე კიდევ ამ გარასემის წამყვანი ვარ და მის სისულელეებზე ლაპარაკობ ხალხიც ესე იგი უსმენს ესე იგი მასაც და მეც მისმენს ერთი სიტყვით აწყობილი გვაქვს რა საქმე რა ახლა ეს ხალხი რომ გავყაროთ ბატონო თომ და ახალი ნორმალური ხელისუფლება მოვიყვანოთ მომიწევს ახალი სამსახურის შოვნა ბატონ თემურზე რო აღარაფერი ვთქვათ კაცო მაგას ივანიშვილთან მლესავათაც აღარ მიუშვებენ ამ ხელისუფლებას ახლა მართალია პატიმრები ბევრი ყავს აწამებენ აქა-იქ შემოაკვდებათ ხოლმე მაგრამ სამაგიეროდ გზები დააგეს ელექტროენერგია გვაქვს და ისა გარე განათებებიც კეთდება ახლა ანუ რაღაც ხო კეთდება კაცო ახლა აბების ეთერში ხუთი პოლიტიკური აბის მიღების დროა იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები მეხუთე ადგილი თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში საქართველოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრა უმაღლეს დონეზე 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეოთხე ადგილი მე პირადად მე რამდენად ვარ ამ ოვალურ კაბინეტის ეცახში და მინდა ვთქვა რომ ყველა წინა შეხვედრა იყო კარგი, მაგრამ არასდროს ამდენი კონკრეტული შედეგები დატვირთული ჩვენ ამ კაბინეტიდან არ გამოსულა.
მესამე ადგილი. გავრცელებული ინფორმაციით ბარაკ ობამამ და მიხეილ სააკაშვილმა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ავღანეთში ქართული სამშვიდობო მისიის მიერ შეტანილ წვლილსა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. მეორე ადგილი. ჩვენთვის დიდი პრივილეგია რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობთ. ის მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დემოკრატიულად არჩეული ლიდერია. მან დიდი სამუშაო გასწია ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით საქართველოში. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. პირველი ადგილი. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ასევე ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური მთავრობაც ყავთ. ქვეყანა უფრო მეტად მომავალზე აორიენტირებული. ეს არის ფენომენი, რაც თითქმის ყველა რევოლუცია გამოვლილ ქვეყანაში გვხვდება. ესაა ენთუზიაზმი და იმედი. ჩვენი პირველი შეკითხვა ასეთია: ავტოკრატიული რეჟიმების დამარცხება სხვადასხვა უნარებს მოითხოვს. ისი საშუალებითაც ქვეყანა უნდა ააშენო. მიშა, როგორ მოხდა ეს თქვენ შემთხვევაში საქართველოში? ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. მე მგონი პრემიერად რაღაც ვეღარ